ადგილობრივი წარმოების გაზრდის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტად რჩება. კახეთში სახელმწიფოს მხარდაჭერით არაერთი საწარმო გაიხსნა, მათ შორის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში საკონსერვო ქარხანა. ჯეო ნატურალსი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით შეიქმნა. საწარმოში $1,000,000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. გარდა ამისა, მესაქონლეობა მეცხოველეობის დარგის განსავითარებლად სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა კახეთში თეთრი ფერმა. პროექტზე ჯამურად $15,000,000 ლარამდე დაიხარჯა. აქედან $3,000,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი არის. თეთრი ფერმა ყოველდღიურად პირველი კატეგორიის 9 ტონამდე ნედლრძე საწარმოებს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. მეწარმეებთან და ფერმერებთან პირდაპირ კომუნიკაცია რომ მნიშვნელოვანია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა. წარმოების დაარსების დროს და მშენებლობის დროს და სახელმწიფოსგან თანამონაწილეობა ჰქონდა საკმაოდ მნიშვნელოვანი და მას შემდეგ მხარდაჭერა გვაქვს იმით მონაწილეობთ თანადაფინანსებით სახელმწიფოს სხვადასხვა ღონისძიებებში, ეს არის გამოფენები, პრეზენტაციები, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ადგილობრივი ბაზარი არ არის ხელა რომ განვითარებისთვის დიდი რესურსი იყოს და ექსპორტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თეთრ ფერმაში გაიმართა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბატონ დავით სონღულაშვილთან ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა. აქ დღეს წარმოადგენლები არიან როგორც მერძეული ჯიშის საქონლის წარმომადგენლები, ასევე მეხორცული ჯიშის საქონლის წარმომადგენლები. შეხვედრასთან დაკავშირებით, რაც შეეხება შეხვედრას, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე იყო საუბარი. ჩვენ ვისაუბრეთ და გაუზიარეთ ჩვენი ხედვები თუ რა პრობლემები და რა გამოწვევები არის ამ ეტაპზე ამ სფეროში ბატონ მინისტრს. მისგანაც მოვისმინეთ ამა თუ იმ საკითხის გადაჭრის გზები, მისი ხედვები. გავაგრძელებთ შეხვედრებს, აუცილებლად თითოეულ რეგიონში შევეცდებით, რომ მაქსიმალურად სრულად შევძლოთ როგორც წარმოებების, ასევე ფერმერებთან შეხვედრა, ფერმერთა ჯგუფებთან შეხვედრა, რადგან მაქსიმალურად მივიღოთ ინფორმაცია თუ როგორ შეიძლება რომ კიდევ უფრო მეტად დაუდგეთ მათ სახელმწიფო გვერდში, რადგან ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც აქვს ჩვენ ქვეყანას, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს. ჩვენ როგორც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე აგრარულ საკითხთა კომიტეტი ინტენსიურად ვახორციელებთ გაცვლებს რეგიონებში. ამ გაცვლებს აქვს ორი ძირითადი მიზანი. პირველ რიგში რომ მოვისმინოთ უშუალოდ ჩვენი ფერმერებისგან და სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებული მეწარმეებისგან ის პრობლემები, რა პრობლემებსაც აწყდებიან, ასევე შევაფასოთ მათი მუშაობა. დღეს საკმაოდ დატვირთული და საინტერესო შეხვედრები გამოგვივიდა, მოვინახულეთ სხვადასხვა სექტორი, როგორც მეხორბლეები, ასევე მრავალწლიანი კულტურების წარმოებლები და მფლობელები, ასევე საკვების გადამუშავება. შევხვდით მესაქონლეებს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის სისტემატურ რეჟიმში ახორციელებს ფერმერებთან, წვრილ და მსხვილ მეწარმეებთან შეხვედრებს. დღევანდელი დღესაც სწორედ შეხვდა ფერმერებს და მეწარმეებს, რათა უშუალოდ მათგან მოისმინა ის გამოწვევები, რათა სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული პროექტები უფრო თანმიმდევრული ყოფილიყო და მიზნობრივად ყოფილიყო მორგებული მათ გამოწვევები.